გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მინდა გაჩვენოთ უადვილესი, აი მართლა ძალიან ადვილი კექსის რეცეპტი უბრალო ინგრედიენტებისგან, მაგრამ ისეთი გემრიელი, რომ ყველა კითხავს რეცეპტს. და იმედია აუცილებლად გაუზიარებთ ჩემს არხს. ჩვენ დაგჭირდება 3 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, მცენარეული ზეთი ნახევარი ჭიქა, 1 პორტოხალი ჩემს შემთხვევაში, მაგრამ ლიმნისგანაც გამოდის უმაგრესი კექსი და ხაჭო ან ნადუღი 1 ჭიქა. ვანილის შაქარი 1 შეფუთვა, საფუარი 2 ჩაის კოუზი, ქვილი სადღაც 200-300 გრამი. პირველ რიგში მოვამზადოთ ფორმა, ის უნდა იყოს გრძელი ან მრგვალი, მაგრამ შუაში რომ სიცარიელია. დავაყენოთ ღუმელი 170 გრადუსზე და დავიწყოთ ცომი. ჯერ კვერცხები კარგად ავთქვიფოთ, რომ კარგი ქათქათა თეთრი ფერის გახდეს და ისეთი კარგი გუგლი-მოგლი რომ გამოვიდეს. მერე დავამატოთ ზეთი, 1 პორტოხლის ან ლიმნის ცედრა. ეს არის ფერადი ციტრუსის კანი და არავითარ შემთხვევაში თეთრი არ შეიძლება, იმიტომ რომ სიმწარეს აძლევს და არ იქნება გემრიელი. დაგჭირდება წვენიც 1 ციტრუსის. მერე ვამატებთ ხაჭოს და კარგად ავურიოთ. ერთგვაროვანი სტრუქტურა უნდა მივიღოს. ბოლოს ფქვილი და საფუარი. კარგად ავურიოთ. ასევე თუ გაქვთ შოკოლადის წვეთები, ძალიან მოუხდება ამ ეტაპზე შეგიძლიათ დაამატოთ. ქვილი უნდა დავამატოთ იმდენი, რომ გამოვიდეს სქელი არჟნის კონსისტენციის ცომი. ავურიოთ ძალიან კარგად და გადავიტანოთ გრძელ კექსის ფორმაში. ექსკურსიაზე ესეთი ფორმა უფრო მოხერხებულია და საჭრელად იოლია. ცხვება სადღაც 1 საათი. ვამოწმებთ როგორც ყოველთვის ჩხირით, უნდა იყოს მშრალი. ახლა მოდით გავაკეთოთ მინანქარიც. ეს მინანქარი ჩემი ბავშვობის მინანქარია და ამისთვის დაგჭირდება 3 სუფრის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, მე 3 გავაკეთებ, მაგრამ მე მიყვარს ცოტა მწარე და მაგიტომ. 1 სუფრის კოვზი რძე ან წყალი. ბოლოს ვამატებთ კარაქს, სადღაც 10 გრამს. ბზინვარე რომ გამოვიდეს. თუ კექსი გასკდა შუაში, ეს უკეთესია. მინანქარი შევა შიგნით და უფრო გემრიელი იქნება. დავასხათ ზემოდან ცხელი მინანქარი და დავტოვოთ კექსი სრულ გაციებამდე და მხოლოდ მერე შეიძლებათ შეფუთვა ან დაჭრა. გემრიელად მიირთვით ჩემო კარგებო. კარგ დასვენებას გისურვებთ. გამოიწერეთ ჩემი არხი და თუ მოგეწონათ, აუცილებლად დამილაიქეთ. დატოვეთ თქვენი კომენტარები თუ როგორ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე. კარგად ზანდებოდეთ ჩემო კარგებო.